გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით როგორ გიყურებ შეხედე. მოგესალმებით ჩვენს ახალ TikTok ეპიზოდში. ამჯერად მოწვეულ სტუმარ ყველასთვის საყვარელ დია გოგიშვილთან ერთად. Bonjour დია. Bonjour. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რაზე თუ არა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე და ვისთან ერთად თუ არა ყველაზე გამოცდილთან ამ სფეროში. დია, აი ერთი რჩევა რომ ისე იმ აბიტურიენტებს, ამ სტუდენტებს, რომლებიც ფიქრობენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, რას ურჩევდი? ალბათ ყველაზე მთავარი არის რომ ფიქრის მაგივრად დაიწყეთ კეთება. ბევრია რომ აი მინდა ამდენი ხანია გონებაში მაქვს. ჩემი რჩევა იქნებოდა რომ უბრალოდ დაიწყეთ საბუთების მოგვარება, გაგზავნა. დროთა განმავლობაში იპოვით თქვენს გზას და იმ უნივერსიტეტს და იმ პროგრამას, რომელზეც მოგინდებათ მე სწავლის გაგრძელება. ყველაზე დიდი აი რა მოგცა საზღვარგარეთ წასვლამ? რა თქმა უნდა, ცოდნას რო თავი დავანებოთ, ალბათ ირონულად გამზარდა ყველაზე დიდია შეიძლება რომ გააკეთოს საზღვარგარეთ ცხოვრება. არის რთული, აი 5 წელია აქ ხარ. რთულია კიდე? ძალიან რთულია კიდე რთული იქნება. მეგობრების და ოჯახის გარეშე არასდროს არა ამაში. მაგრამ ძალიან ბევრი კარგი რამეს ახლავს, ან ახალი მეგობრები და ახალი ოჯახი შეიძლება რომ შეიცინოს საზღვარგარეთ. მე ჯერჯერობით 6 თვეა მხოლოდ აქ ვარ, მაგრამ ძალიან ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო და მგონია რომ შეიძლება არ დარჩეთ, დროებითად იყო წამოსული, მაგრამ ეს დაგეხმარება, ისეთი თვისებები გამოიმუშაო და ისეთი ახალი პერსპექტივები შეიძინო, რაც მომავალში დაგეხმარება ან აქ ან საქართველოში, სადაც არ უნდა იყო ყველგან. ხშირად მიწერენ, რომ აი ვერ გავბედე, ან მგონია რომ დამაგვიან და უკვე დიდი ხანია სწავლა დავამთავრე, ეხლა აღარ გამომივა. ამ ხალხს რას ეტყოდი, ვისაც უბრალოდ რაღაც ეშინია, თქვათ რისკების აღების, არა და უნდა. გვიანი არასდროსაა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სცადოთ საზღვარგარეთ სწავლა და უკან ჩამოხვალთ თუ არ მოგეწონებათ ყველაზე უარეს შემთხვევაში. ვადასტურებ 28 წლის ასაკში წამოსული, ვადასტურებ რომ ეგრეა. შენ რამდენი წლის იყავი რომ წამოხვედი? მე წამოვედი, მგონი 23-ის ვიყავი. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს პროგრამაზე 30-ს გადაცილებულით და უკვე მაგისტრატურა დამთავრებულები და სხვა პროფესიიდან გადმოსულები და ერთი ქალი იყო მაგალითად ჩემს ერთ-ერთ პროგრამაზე 50 თუ 60 წლის სტუდენტი ყავდა კლასში. ასე რომ არასდროსაა გვიანი. ყველა ასაკს რაღაც თავისი ხიბლი აქვს. სხვადასხვანაირ გამოცდილებას შეიძენთ, უბრალოდ ალბათ ეგ არის განსხვავება. შეიძლება 22 წლის რო წახვიდეს, სხვა გამოცდილება გქონდეს, 30 წლის რო წახვიდეს, სხვა გამოცდილება. მთავარია რომ თუ რაღაცა გულით გინდათ, მერე რომ არ დაიტოვოთ სანანებლად, რომ ნეტა რო წავსულიყავი, რა მოხდებოდა, წახვიდეთ და ნახოთ თუ არ გამოვა, არაუშავს სცადეთ მაინც თქვენი და თქვენს თავთან იქნებით კმაყოფილი და თქვენი თავის მადლიერი. ეხა